4 საათზე უკვე. მარიკა არევაძის საავტორო გადაცემის. უსამართლო სასამართლო. მოგესალმებით, დღეს პარასკევია და ვხვდებით ერთმანეთს გირჩი ტივის ეთერში გადაცემით უსამართლო სასამართლო და დღევანდელი გადაცემის, ასე ვთქვათ, დასაწყისი და შესავალი სიტყვა მინდა მიუძღვნა ქალებს, რომლებიც გახდნენ რეჟიმის მხრიდან განსაკუთრებული რეპრესიების მსხვერპლი და გავიხსენოთ, რა თქმა უნდა, მზია ამაღლობელის საქმე, რომელიც აბსოლუტურად უსაფუძვლოდ გამოკეტილია ციხეში, მოახდინეს მისი ბრალის გადაკვალიფიცირება, თუმცა ის ამ დრომდე და კიდევ, ასე ვთქვათ, თუ კი ეს რეჟიმის განაჩენი სისრულეში იქნება მოყვანილი სრულფასოვნად, კიდევ რამდენიმე პერიოდი, ანუ წელიწადზე მეტი მოუწევს ციხეში ყოფნა. აბსოლუტურად არარსებული ბრალის ფარგლებში, იქ სადაც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები საერთოდ არ არსებობდა და ამაზე საკმაოდ ვრცლად საუბრობდნენ მისი ადვოკატები. ამას მოჰყვა შემდგომ უკვე ნინო დათაშვილის შემთხვევა, რომელიც ასევე უსაფუძვლოდ ამჟამად იმყოფება წინასწარ პატიმრობაში, მასზე, როგორც მოგეხსენებათ, განხორციელდა თავდასხმა ძალადობრივი თავდასხმა მანდატური სამსახურის თანამშრომლების მხრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში და მისი მხრიდან, სწორედ ნინოს მხრიდან იქნა ადგილზე გამოძახებული საპატრულო პოლიციის სამსახური იმისათვის, რომ მომხდარიყო რეაგირება, თუმცა ნაცვლად რეაგირებისა მანდატური სამსახურის თანამშრომლებთან მიმართებით ნინო აღმოჩნდა რამდენიმე დღეში გისოსებს მიღმა და დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ციხის პირობებში დამძიმდა, არის საკმაოდ სავალალო ვითარებაში და მიუხედავად იმისა, რომ არც სამართლებრივი საფუძველი არსებობს მისი დაკავების, მისი წინასწარ პატიმრობაში გაჩერების და აქვს ამ დოზით დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობა მხოლოდ იმიტომ, რომ ის იმყოფება საპყრობილეში, მაინც არ ხდება აღკვეთი ღონისძიების შეცვლა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ერთის მხრივ, როგორც იმისათვის, რომ მოხდეს იზეიმოს, ასე ვთქვათ, სამართალმა, მეორეს მხრივ იმისთვის, რომ შეწყდეს ადამიანის წამება. ნინო დათაშვილთან დაკავშირებით ჩვენ ქონდა გადაცემის ერთ-ერთ ეპიზოდში საუბარი, სადაც მისი ადვოკატი საკმაოდ ვრცლად გვესაუბრა ამ საქმის სამართლებრივ მოცემულობაზე. ამას მოჰყვა ერთ-ერთ აქციაზე ფლომასტრიანი წარწერის გამო ახალგაზრდა სტუდენტი გოგონას მეგი დიასამიძის დაკავება სპეცოპერაციით, სისხლის სამართლებრივი წესით, თუმცა ის, ანუ მის შემთხვევაში არ მოხდა წინასწარი პატიმრობის გამოყენება აღკვეთი ღონისძიების სახით და დღეს გადაცემაში ვისაუბრებ სწორედ მეგისთან და მის ადვოკატთან ერთად. თუმცა მანამდე ასევე მინდა გავაგრძელო ეს საკითხი ქალებთან მიმართებით, რასაც აკეთებს რეჟიმი, იმიტომ რომ სწორედ მეგის სოლიდარობის თვალსაზრისით იმისთვის, რომ როდესაც გვეუბნებიან, რომ მაგალითად აი ამ ტელეფონის ერთი ადგილიდან მეორეზე გადაწევა წარმოადგენს დანაშაულს, არ მოხდეს აი ამ სისულელის ნორმალიზება, პოლიტიკოსმა ელენე ხოშტარიამ ასევე აიღო ფლომასტერი ხელში და წააწერა ბანერს რუსული, რის გამოც დღეს ის იმყოფება სისხლის სამართლებრივი დევნის ქვეშ და იმყოფება წინასწარ პატიმრობაში. აღნიშნული სისხლის სამართლებრივი დევნის გარდა უნდა აღინიშნოს, რომ არაერთი აქტივისტი ქალი ადმინისტრაციული წესით იქნენ, ასე ვთქვათ, პატიმრობა შეფარდებული და მათ მოუწიათ საპატიმროებში სრულიად უსაფუძვლოდ დროის გატარება და კიდევ არანაკლები სიმძიმის ამბავი არის ის, რომ რუსული ოცნების რეჟიმი, რომელიც ფარისევლურად ქადაგებს ტრადიციებს, თითქოს ისინი არიან ტრადიციების მოყვარულები, ჩვენ გვაჩვენებენ მათი ტიტუშკები, თუ როგორ სცემენ და ფიზიკურად ეხებიან ქალებს და აკეთებენ იმის საპირისპიროს, ვიდრე საუბრობენ და ვიდრე თითქოს არიან ამოფარებულნი, რომ იცავენ ქართულ ტრადიციებს. არა და ქართული ტრადიცია არის სწორედ ქალის პატივისცემა და ჩვენ კი ამის ანაცვლოდ მათი წარმომადგენლების და მათი ტიტუშკების მხრიდან ვხედავთ ქალების როგორც მორალურ, ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფას, ძალადობას, საპატიმროებში გამოკეტვას, რაც საქართველოს უახლოეს ისტორიას ფაქტობრივად არ ახსოვს. აი ეს ყველაფერი არის შესაძლებელი და ამ ქვეყანაში არის კანონის უზენაესობა დასაბრუნებელი, ასევე ამ ქვეყანაში დასაბრუნებელია რეალურად ის ტრადიციები, რომელზეც დგას
ქართული საზოგადოება და უკვე გადმოვდივარ სტუმრებთან. დღევანდელი გადაცემის სტუმრები იქნებიან თავად მეგი დიასამიძე და მეგი ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის და მისი ადვოკატი შოთა თუთფერიძე. მეგი პირველი შენთან გადმოვალ, ასე ვთქვათ, კითხვით. ყველამ ვიცით რა გამაოგნებელ ვითარებაში თითქოს შენ ყოფილიყავი რაღაც საშიში დამნაშავე საზოგადოებისთვის მოხდა შენი დაკავება, მაგრამ მინდა რომ სამწუხაროდ გაგახსენო ეს მძიმე კადრები კიდევ ერთხელ და მოგვიყვე როგორ მოხდა შენი დაკავება, რა მოცემულობაში მოხდა და როგორ გექცეოდნენ ამ დაკავების პირველ წუთებში. მადლობა მოწვევისთვის და დაინტერესებისთვის. ხო, რიცხვი ზუსტად არ მახსოვს, გადავწყვიტე რამოდენიმე დღით ჩემთან სახლში წასვლა, რადგან ჩემი ძმა სკოლაში მისვლას აპირებდა და მინდა და მაგ პერიოდში მასთან ყოფილიყავი და ჩვეულებრივ დიდუბიდან გავედი, სადაც მიკროავტობუსები, სამარშრუტო ტაქსები დადიან ჩვეულებრივ ბათუმის მიმართულებით და სხვა მგზავრებთან ერთად წავედი ბათუმისკენ. გზაში არ ვიცი უცნაური უნდა იყოს თუ არა, მაგრამ ჩემს ადვოკატებსაც მოუყევი ეს, გაფუჭდა პირველი სამარშრუტო ტაქსი, რომლითაც მე წავედი და უეცრად ძალიან უცებ გაჩნდა მეორე მიკროავტობუსი და მე ეს ფაქტი იმიტომ მიყვის, რომ ზოგადად ეს სამარშრუტო ტაქსები გზაში ვერ ემთხვევიან ხოლმე ერთმანეთს, გამიზნულად არ ემთხვევიან, რომ ყველას თავისი მგზავრი ჰყავს და რაოდენობასაც კი თვლიან. და როცა ეს მეორე სამარშრუტო ტაქსი მოვიდა ჩვენთან, იმას რომელიც გაფუჭდა, რამოდენიმე მგზავრი გადავედით მეორეში და ჩვეულებრივ გავაგრძელეთ გზა. და იქ უკვე მგზავრები იყვნენ გაღიზიანებულები მძღოლის მიმართ, იმიტომ რომ ყოველ 100 მეტრში აჩერებდა მე როგორც მითხრეს პრეტენზია ქონდათ ამასთან დაკავშირებით და მე მძღოლს ვკითხე რომ მართლა ხშირად აჩერებთ თქო, იმიტომ რომ მეც მინდა რომ მინდა და მალე ჩავსულიყავი. და კი აი 1-2 გავაჩერებ და მორჩაო გადადიოდა ხოლმე და საუბრობდა, არ ვიცი კონკრეტულად რას აკეთებდა. და ბოლოს რომ ვკითხე მე რამდენად გააჩერებთ, თქო ეს ბოლო გაჩერება იქნებაო და ეს ზუსტად ეს ბოლო გაჩერება იყო, როდესაც საპატრულო პოლიციამ გააჩერა თვითონ ეს სამარშრუტო ტაქსი. და მაგ დროს მე რაც გავიგე ყოფილვართ ლანჩხუთის რომელიღაც სოფელში. თავდაპირველად პროტესტი პოლიციას ჰქონდა მძღოლთან ისევ და უხსნიდა თუ რატომ არ გადაუშვა ზებრაზე ქვეითი. და ეს მძღოლი საერთოდ სხვა кейსზე საუბრებოდა, რომ არ გადაუშვი, კი არა პირიქით გავაჩერეო სამარშრუტო ტაქსი და მგზავრი ავიყვანე, როგორ არ გადაუშვიო. და მე ამ პოლიციას დაეტყო ხმაში ცოტა ღიმილ თუ სიცილნარევი საუბარი და მაგ დროს შევხედე მე. და როცა შევხედე, თურმე მე მიყურებდა ის, იმიტომ რომ მე ვიჯექი მძღოლის გვერდით და გამიკვირდა რატო იცინოდა იმ დროს და მეუბნებოდა ისე მძღოლს უხსნიდა, რომ არავის სხვა რაღაცას გიხსნიო და დაასრულო უცებ საუბარი და შემდეგ ამ სამარშრუტო ტაქსს დაარტყა რომ აი მძღოლის მხარეს სადაც ვისხედით ჩვენ, იმ მხარეს გადმოსულიყო. კარი გახსნა თავისით ძალიან ჩვეულებრივად და უცებ დაიძახა ჩემი სახელი. რეალურად დაძახება არ იყო. მე ეგეთ დაძახებას უკვე დაყვირებას ვეძახი, ძალიან ხმამაღლა რა. მიუხედავად იმისა, რომ წინ ვიჯექი, უკან ბოლომდე ჩვეულებრივ მიწვდებოდა ჩემი სახელი, ის ტონი რა, ტონითაც დაიძახა. და ჩამოდი მანქანიდან ასე მითხრა და სანამ ამას მეტყვა და ტელეფონი მომაწოდეო ასე მითხრა. და რატომ უნდა მოგაწოდა მეთქი ვკითხე, მაგრამ სანამ კითხვას დავასრულებდი, მე ტელეფონი უკვე ხელთ აღარ მქონდა. და ალბათ მე ვიფიქრე, ალბათ იმიტომ მაკვირდებოდა მე რომ გაირკვე ტელეფონი, მეჭირა, არ მეჭირა, როგორ ვიჯექი საერთოდ, რომ მარტივად მოეხერხებინა ეს წართმევა, ალბათ არ ვიცი. მე ჩავედი და მათ საპატრულო მანქანაში დავჯექი. ნახევარ-საათის განმავლობაში მძღოლთან არ ყვევდა ალბათ ერთი რაც გავიგე, ვინმესთან ერთად ვიყავი თუ არა, ვინმე ახლობელი მახლდა თუ არა, ან რამე მსგავსი. და მძღოლმა ჩემზე არაფერი არ იცოდა რეალურად და მან ვკითხე რომ მძღოლისგან რა ინფორმაცია უნდა მიღო, თუ რამე გაინტერესებს, მე მკითხე თქო. და როცა ეს სამარშრუტო ტაქსი გაუშვეს, უკვე მერე დაიწყეს მობილიზება, შემიძლია დავარქვა, იმიტომ რომ მაგ დროს მხოლოდ ერთი ეკიპაჟი იყო მათი.
რომელშიც მე მითხრეს რომ დამჯდარიყავი. მე უკვე 3 საპატრულო დაემატა ისე, აი რომ ციმციმებს ეგ მანქანები დაემატა. მე რაღაცებს ანუ ამ პერიოდში უკვე როცა მივხვდი რომ მარტო დავრჩი ადვოკატთან დარეკვა მოვითხოვე რომ 1 საათი უკვე გასული იყო და დამარეკინეთ ვინმესთან თქო მაგრამ ამაზე უარს ამბობდნენ იმიტომ რომ ჩვენცო ველოდებით და გეტყვითო ანუ არ მოგცე შესაძლებლობა რომ გასაუბრებოდი ადვოკატს და არც ის განგიმარტა შენ იყავი თუ არა დაკავებული ხო ეს მე 2 საათის მერე განმიმარტეს როცა ოქმის შედგენა დაიწყეს მაგრამ რეალურად მანამდე ხო არ მიდაკავებული შენ საუბრობდი სხვადასხვა ინტერვიუში რომ ძალიან ბევრი საპატრულო და ასე თქვათ ეს ძალოვანი თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული რამდენი იყვნენ დაახლოებით აი მაგ დეტალებზე მივდიოდი ახლა ეს მძღოლი ხომ გაუშვეს მე როგორც აღვიქვა მთლიანად სურათს როცა დაარწმუნდნენ რომ მარტო იყო თან იყვნენ თან ისეთი სივრცე იყო რომ მხოლოდ გზა იყო და ირგვლივ ტყე იყო ორივე მხარეს და ძველი ერთი შენობა მხოლოდ და მე ხალი პოლიციელები რომ გამოაგზავნეს ჩემთან მათ ვკითხე რომ აქ სადმე დასახლება არის თქო და ამას გამიზნოდ ვეკითხები რომ გამერკვია სად ვიყავი იქნებ მივხვდე ორიენტაციით თქო რა მაგრამ აქ არ არისო დასახლებაო დასახლებისგან ცოტა შორს ვართო ასე მითხრეს და საპატრულოები რომ ან სულ 4 საპატრულო მანქანა იყო მხოლოდ პოლიციის მანქანა და მე ერთი საპატრულო გაუშვა მე ვინც ჩამოსვა მანქანიდან ასე ვთქვათ მე ერთი საპატრულო გავშვეს და მე მოვიდა შკოდები უკვე და ანუ ახლა მეცინება მართლა მაგაზე ან შკოდების ნაკადულს უყურებდი ჩვეულებრივად იმიტომ რომ მოდიოდა სანამ ის სივრცე არ შეივსო მთლიანად მანქანებით მანამდე არ გაჩერებულა მართლა და მე ზოგს ეცვა ეს ყველა შკოდა იყო შენს დასაყანად მოსული როგორც ჩანს მე პოლიციის ანუ გამომძიებელი რომ მოვიდა მე მეუბნებოდნენ რომ ანუ შენს გამო მთელი გურია აწრიალებულიაო ანუ კილოზეც მივხვდი რომ თბილისიდან არ იქნებოდა რა და ვუთხარი რატო წრიალებცად ხომ არ მიურბივარ თქო რა ანუ ბათუმში მივდივარ და რავი დაგეძახათ და მოვიდოდი რა ვიცი რა იმიტომ რომ ძალიან ბევრი იყო მართლა რაოდენობა და მე მანქანაში ვიჯექი და ქალ პოლიციელებს ვკითხე რომ ჩვენს უკვე მანქანები არიან თქო და ესე შეიხედა და მითხრა რომ არ ვიცი რამდენი მაგრამ იქნებიანო კიო რა რამოდენიმე არისო და ჯამში 10 მანქანა დაუთვალე მე თვითონ და პოლიციელი ჩემს წინ რაც დაუთვალე 15 თუ 17 იყო მაგრამ ანუ მე სადაც ვიჯექი რომელ მანქანაშიც ვიჯექი უკანაც ტრიალებდნენ და 2 ქალი იყო დანარჩენი კაცები იყვნენ მხოლოდ და 2 საათი რომ გავიდა და მანდედანაც არ მივდიოდით მე უკვე არ მიდოდა ოჯახს მედიისგან გაიგო რა და ოჯახის წევრთან დარეკვა ვთხოვე ადვოკატთან დარეკვა სულ ვითხოვდი 1 საათი რომ გავიდა უკვე სულ ვითხოვდი რომ დამარეკინეთ თქო მაგრამ არ მარეკინებდნენ და 2 საათის მერე როცა იქ დავყავით ეს პერიოდი ოქმის შედგენა დაიწყეს და დაკავების აი 7-ის ნახევრიდან დაახლოებით ალბათ მათთან ერთად ვიქნებოდი და დაკავების დრო როცა მე უკვე მითხრეს რომ აი თქვენ უკვე დაკავებული ხართო ოქმში ჩაწერეს 8-ის ნახევარი მაგაზეც ვკითხე რომ ანუ ამ დროს რატო წერ როცა 1 საათი თუ საათნახევრით ადრე უკვე გაჩერებული ვარ თქო არაფერი არ მიპასუხეს და მე ვუთხარი რომ უფლებები განმიმარტეთ თქო რა და მანდ მითხრეს რომ ადვოკატის ყოლისა დაკავშირების უფლება გაქვსო ეს მითხრეს და თუ უფლება მაქვს დამარეკინეთ თქო მაგრამ მაინც არ მეუბნებოდნენ ოქმი შეადგინეს და ჩემთვის რაც აღსანიშნავი არის მაგრამ ამის მერეც არ მოგწეს ადვოკატთან დარეკვის შესაძლებლობა ოჯახის წევრებთან არავისთან საერთოდ მე ოქმში აი ზუსტად მახსოვს რაღაც 3 მუხლი ეწერა უბრალოდ ანუ რომელი მუხლები ეგ არ მახსოვს და განმიმარტა მხოლოდ ერთი რომელიც ის ერთი ტელეფონში მოძებნა განმიმარტე კარგად თქო მაგრამ მანდაც არ გაუმარტავს ნორმალურად რაღაც მუხლი ამიხსნა და სისხლითო დაკავებული ხართო და რატომ და რის გამო ეგ აღარ აღნიშნავს და მე კიდევ რაღაცას ელოდებოდნენ, ანუ მარტო ტელეფონზე საუბრობდნენ და რეკავდნენ, ეგ ძალიან აქტიურად აკეთებდნენ მაგას. და მე გადავედით ლანჩხუთის განყოფილებაში უკვე როგორც თვითონ მითხრეს და მანდ უკვე 3 საათი იყო გასული და კატეგორიულად მოვითხოვე რომ ვინმესთან დარეკეთ რამე გააკეთეთ თქო და მე ადვოკატთან დაკავშირებას ვთხოვდი მაგრამ თვითონ მითხრეს რომ ჩვენ ადვოკატს არ დავუკავშირდებითო ჩვენ დავუკავშირდებით ანუ დაგაკავშირებთ ოჯახის წევრთან და დანარჩენსო მიხედავენო რა და მანდ უკვე ჩემს დასთან დავრეკე რა ნომერი მივეცი და თვითონ დარეკეს და ისიც გავიგონე როგორ უთხრეს
ანუ ზაჰესშიო შემოვიყვანთო წუთი-წუთსეო და ლანჩხუთის განყოფილებაში ვიყავით ჯერ კიდევ. კი ძალიან დიდხანს გელოდებოდნენ, თან ადამიანები იყვნენ წასული, გეძებდით ძალიან ბევრი და საკმაოდ გვიან მოხდა რეალურად შენი შემოყვანა ზაჰესში. მოდი ცოტა ხანი შენთან გავჩერდები და შოთა სამართლებრივ ნაწილზე თუ კი რამე სამართლებრივი კომენტარი შეიძლება გაკეთდეს, ნუ მინიმუმ დარღვევებთან დაკავშირებით მაინც, შენ რომ აუხსნა ჩვენს მსმენელს ზოგადად ამ მუხლის, რასაც ედავებიან, შინაარსი რა არის, რა უნდა ჩაედინა, რომ ეს მუხლი მართლა ქონოდა ადგილი, ეგრეთ წოდებულ დანაშაულს და რამდენად რეალურია ეს ქმედება, რომ დანაშაულად დაკვალიფიცირდეს. მადლობა მოწვევისთვის. მე პირველ რიგში მაგ კითხვას უნდა წინ მინდა რომ გავასწრო უბრალოდ მის საფუძვლებს შევეხო, იმიტომ რომ ხშირად ვცვალდენ ხოლმე თვალს მათ შორის მედიასიურ ცესაც და სოციალურ ქსელებსაც. იგივე კითხვა ხშირად ჟღერდება როგორც პრეტენზია რეჟიმის მიმართ, რომ როგორ შეიძლება ეს დანაშაული იყოს. თუმცა მე ვფიქრობ, მანამდე კიდევ ერთი კითხვა არის დასასმელი, რომელიც რეალურად მე ხშირად ჩაიყლაპება ხოლმე საინფორმაციო ველში და ეს კითხვა არის, რომ საერთოდ დანაშაული რო არ არის ეგ ცალკე ამბავია, მაგრამ რატო აკავებენ მეგის რა შუაშია მეგი იმ ფაქტთან, რა ფაქტთან დაკავშირებითაც ან გამოძიება დაიწყო, ან რაღაცა ნებისმიერი სხვა საგამოძიებო საპროცესო მოქმედება განხორციელდა, ხომ? ამ საქმეში როგორც ყველა სხვა საქმეში მტკიცებულება რაც აქვთ მეგის წინააღმდეგ არის ოპერატიული ინფორმაცია, რაც ანუ არანაირი ვიდეო მტკიცებულება, არავითარი ვიდეო მტკიცებულება, არავითარი ჰაბიტოსკოპური ექსპერტიზა ჩვენ აი სინდისის პატიმრების გარკვეული ნაწილის შემთხვევაში, მაგალითად ღემილის ბიჭებად ცნობილი ბიჭების საქმეზე იქ ვიდეო მტკიცებულებები არის, რომელიც ბუნებრივი არადასტურებს დანაშაულის ჩადენას, მაგრამ ვიდეო მაინც აქვს წარმოდგენილი და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა მაინც აქვს ჩატარებული, ანუ ამოცნობის მიზნით, ვინ არის გამოსახული ვიდეოზე და იქ ექსპერტიზის პასუხიც არის საქმეში, იქ დაცხარის პოზიცია არის, რომ რაც არის ასახული ვიდეოზე დანაშაული არ არის, თორემ ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა არსებობს, ხო ამ საქმეზე. სხვა ამბავია, როგორი ხარისხით არის გაკეთებული, იყო თუ არა რეალურად ამოცნობის შესაძლებლობა და ამ შემდეგ. ამ შემთხვევაში ასეთ ექსპერტიზა საერთოდ ჩატარებულიც კი არ არის, რეალურად მათ აქვთ დათვალიერებული საჯაროდ გავრცელებული ვიდეო მასალა, რაც გავრცელდა ტელევიზიების საშუალებით და ამბობენ, რომ აი ეს არის მეგი და უფრო მეტსაც გეტყვით, სანდო სასაცილო იყოს ეს ვითომ პოლიციელების ჩვენებები, რის საფუძველზეც მეგი იყო დაკავებული, არის როგორი შინაარსი, იცით, რომ პოლიციელებმა აუცილებლად რომ მე ხშირად დავდივარ აქციაზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით. ამიტომ მართალია მიღაბი ეკეთა მეგის, მაგრამ მე მაინც მოვახერხე მისი ამოცნობა, რაც აბსოლუტური სისულელია, ხო? უფრო მეტის ნიღბის შემთხვევაში ჰაბიტოსკოპური ექსპერტიზა ვერ ტარდება, არ ტარდება საერთოდ ისედაც, ხო? ეს ერთი ნაწილი საერთოდ რომ უკარ მოვიტოვოთ, რომ რეალურად ჩვენ იმ პოზიციაში კი არ ვართ, რომ აი ბავშვმა წააწერა რაღაცა და რა ამერე ამის გამო როგორ შეიძლება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისრო, ხო? ჩვენ უფრო ადრეულ ეტაპზეც გვაქვს პრობლემა. ეს კარგი დეტალია, რასაც შეეხე, იმიტომ რომ მეც მედიაში რასაც ვუყურებ, ამაზე აქცენტი არ კეთდება, მაგრამ როგორც ახლა მივხვდი, დაცვის მხარე, ანუ თქვენ საერთოდ სად დაუთხდით, რომ იქ მეგი არ იყო? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თქვენ მოგიხსენებათ და მაყურებელსაც თქვენ ანუ ისეთ ტელევიზია ხარ ხო, რომ დაწუნული თქვენ მაყურებელსაც მოიხსენება, რომ ბრალდების მხარის მტკიცება არის, ხო, ამ შემთხვევაში მთავარი და მტკიცებულება რამე მაინც უნდა იყოს საქმეში იმისთვის, რომ კონკრეტულ ადამიანს დაადო ხელი, მეთმედეს პასუხისმგებლობაში მიცედა. ამ შემთხვევაში არაფერი იმისთვის, რომ შეექმნათ, ანუ მეგიზე გამავალი ლინკი თავიანთი ჭკუით ბმული გაეკეთებინათ, თქვენს რომ აი პოლიციელმა თქვა, რომ მე აქციაზე ხშირად ვიმყოფებიო, შეგზავნილ მდგომარეობაშიო და მეგის მართალიაო იქ ვინც ხატოდან იღები ეკეთებო, მაგრამ მე ვინაიდან ხშირად დავდივარ ესე მეგისთანო აქციაზეო, ამიტომ დავინახე და ვიცანიო, მე გავყევიო და დავაკვირდიო და ასე სულის დავუკვირდეთ, მე ხშირად დავდივარ აქციაზე, მაგრამ შენ ნიღაბში მყოფ ადამიანებს მე ვერ ვცნობ, უფრო მეტსაც გეტყვი. ადამიანებს რომლებთან თათათბებზე ვერ ვცნობ. სასამართლო პროცესზე ქონდა ჩვენ მაგას დაკავშირებით ერთი არგუმენტი ეგეთი, რომ საქმის მასალები რო აიღო და რო არ ეწეროს, რომ დიასამიძეს ეხება ეს საქმე და დიასამიძე არის ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობაში მიცემული, ბრალდებული. ამ შემთხვევაში ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია რომ ამ საქმეში ჩავწეროთ ანა ხუბეჯაშვილი მაგალითად პროკურორი, ჩემი ძალიან ძველი ნაცნობი და საკმაოდ კარგი ურთიერთობის მქონე ადამიანი, პროკურორი არის და აბსოლუტურად იგივე პარამეტრებია, რაც მოცემული არის ამ საქმეში, რომ რაღაცა თმები ქონდა, ასეთი სიმაღლე ქონდა, ესეთი წონა ქონდა და ხოლმე ესეთი აბსოლუტურად იგივე არის, ანუ ხუბეჯაშვილმა შეუძლია თავისთავად წარმოიდგინოს მეგის ადგილზე და აბსოლუტურად იგივე შინაარსის ბრალდება იქნება და აბსოლუტურად იგივე მტკიცებულებითი ძალა იქნება იმ ყველაფერს. ეხლა დავუბრუნდეთ მთავარ ამბავს, სავადის ქმედების შემადგენლობა რას ნიშნავს და უნდა იყოს თუ არა დანაშაული. რეალურად სისხლის სამართლის მთავარი მახასიათებელი რაც არის და სისხლის სამართლებრივი დასჯადობა, ეს ხო რაღაცა
ღმერთის მოცემული და ხილვის შედეგად დაწერილი კოდექსი ხო არ არის, ადამიანების დაწერილი კოდექსია ბუნებრივია და სისხლის სამართალს აქვს თავისი მიზანი. ამ ეს მიზანი არის დანაშაულის, ანუ საზოგადოებისადმი საზოგადოებისთვის განსაკუთრებული მომეტებული საფრთხის ან მომეტებული ზიანის დადგომის შემთხვევაში პირის პასუხისმგებლობაში მიცემა, ხო? ამიტომ არის რომ მაგალითად წითელზე გავლა არ არის დანაშაული და ადმინისტრაციული დარღვევაა და ამიტომ არის რომ ვიღაცისთვის სახლის გადაწვა არის დანაშაული, ხო? ან მაგალითად ვიღაცისთვის წყლიპურტის დარტყმა არ არის დანაშაული და ვიღაცისთვის რაღაც ხელის ჩარტყმა და ძვლების დალეწვა დანაშაულია, ხო? აბსოლუტურად ქმედების შინაარსი ძირითადად ღაზი ერთი და იგივე არის, ძალადობა არის ორივე შემთხვევაში. უბრალოდ განსხვავდება რაღაცა ზიანით და საფრთხით, ხო? იმ საფრთხით რომელიც შეიქმნა. ეს მუხლი რომელიც არის სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, მიზნად ისახავს ბუნებრივია კონკრეტული პირის და ზოგიერთ შემთხვევაში ეს პირი შეიძლება სახელმწიფო იყოს, ქონებრივი უფლებების დაცვას, რომ ქუჩაში ვიღაცა არ მომოვარდეს, მობილური არ დამემტრიოს, მანქანას ცეცხლი არ წაუკიდოს, სახლი არ გადამიწვას და ასე შემდეგ. ხო, ამ დანაშაულისთვის არის ეს მუხლი მოფიქრებული. მოცემულ შემთხვევაში კარგად რომ გავიზროთ, მე განსაკუთრებით ელენესთან ვავალებ ხოლმე პარალელს, იმიტომ რომ ელენეს შემთხვევაში სადავოც არ არის იქ, ელენე მოგეხსენებათ ბოიკოტის რეჟიმში არის და თქვათ სტრატეგიას ვერ გავცემ. აღმოჩნდა რომ ჩვენ უცებ აღმოჩნდით ქვეყანაში, სადაც თავი დავანებოთ როგორ ამტკიცებენ და რანაირად ამტკიცებენ, რომ მარკერით ან ფლომასტერით საარჩევნო ბანერზე წარწერის გაკეთება თურმე არის დანაშაული, ხო? და სისხლის სამართლებრივად ისჯება და მე შეგახსენებთ რომ 5 წლიანი შესაძლო სასჯელი არის. მე არ მაქვს მოლოდინი და არ ველოდები რომ ესენი შეგაგიჟდებიან რომ ეხა მეგის მიმართ ან ნებისმიერ სხვა პატრონის მიმართ ამგვარი აბსურდული სტანდარტით რაღაცა თავისუფლების აღკვეთი გამოიყენონ სასჯელის სახით. თუმცა ბუნებრივია შეუძლებელი არ არის, ხო? ხაცა ხედავთ ჩვენ რომ ყოველდღე დეგრადირდებიან რაღაც ახალ წითელ ხაზებს გადადიან ხოლმე. თუმცა ბოდიში თავარია რომ ჩვენ გავიღვიძეთ ქვეყანაში, სადაც ფლომასტერით წარწერის გაკეთება შენობაზე მან რა მნიშვნელობა აქვს, სადაც თან იქ მნიშვნელოვანი ამბავი კიდევ ის არის რომ რეალურად ეს ზიანის ერთ არ არის რეალურადაც სულ თქვათ რომ მე ვიყავი და მე წავაწერე და საღებავ იყო ვიდეო მტკიცებულები არსებობს სადაც ამ წარწერის გაკეთებიდან რამდენიმე წუთში ეს ჩამოიწმინდა სველი ტილოთი წყლიანი ტილოთი ხო და თუ გინდა რაღაცა საშუალება იყოს რა მნიშვნელობა ქიმიური ანუ ზიანი რომელიც იწმინდება წყლის ტილოთი ცხადი არ არის სისხლის სამართლებრივად დასჯადი არც ერთ შემთხვევაში პარალელის გავლებაც მინდა საარჩევნო კოდექსთან რომ სადაც პირდაპირ არის მითითებული რომ საარჩევნო ატრიბუტიკა და მათ შორის შედის ბანერიც წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, ანუ იმ შემთხვევაშიც კი ჩვენ თუ განვიხილავთ, რომ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას აქვს ადგილი, გვაქვს სპეციალური ნორმა, რომელიც ზუსტად ამბობს, საარჩევნო ბანერის დაზიანება არის რეალურად, ვთქვათ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. ამ ნაწილშიც ჩვენ ჯარიმას 1000 ლარის ოდენობით. ჩვენ აქამდე ხა იმ მსჯელობის ამსაფეხურამდე მოვედით, ანუ ამ დონემდე ჩამოვედით და აქ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთანაც არ გვაქვს საქმე, იმიტომ რომ ხდება ხოლმე ისე რომ კონკრეტული ქმედება ან ქმედების შემადგენლობა მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად შეიძლება დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს, ზოგიერთ შემთხვევაში ის არ არის დანაშაული. მაგალითად, იგივე გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით, მათ შორის ეს 100-ში და კანონმდებლობით ეს და ევროსამართლოს განმარტებებით ამაზე მრავლად არის, რომ ქმედება, რომელიც შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში, ზოგიერთ გარემოში, ვთქვათ, იკუთვნებდეს და იმსახურებდეს სამართლებრივ შეფასებას ერთი შინაარსისას, მაშინ როცა კონტექსტი განსხვავებულია და სიტუაცია განსხვავებულია, მაგ შემთხვევაში არ იყოს იგივე სამართლებრივი შეფასება სწორი და რელევანტური. მაგალითისთვის, მე შეგახსენებთ, რომ ქუჩაში სიარული და ყველიც სამართალდარღვევაა, ხო? ბევრი მუხლის კი რა თქმა უნდა ხო ეხლა ქუჩაში რომ დავიწყოთ სიარული სამართალდარღვევა მაგრამ აქციაზე თუ დავდივარ მე და ვყვირი ხმამაღლა ეს რაღაცა სლოგანს ვამბობ ან რაღაც მსგავსი ეს ქმედება არ არის არავითარი სამართალდარღვევა მათ შორის არც ადმინისტრაციული ხო და ბუნებრივია რა შეიძლება იმაზე უფრო უწყინარი მშვიდობიანი და მეორეს მხრივ პროტესტისთვის აპრობირებული გზა გამოიძებნოს ვიდრე არის პულვერიზატორით ფლომასტერით რა მნიშვნელობა წარწერის გაკეთება იქნება ის ფასადი თუ იქნება ის რაღაცა საარჩევნო ბანერი მით უმეტეს ჩვენ აქ ფასადზე არ ვსაუბრობთ ხო ახაც იერსახის ნამახინჯებაზე არ ვსაუბრობთ ბანერზე ვსაუბრობთ და ეს აქ მინდა პარალელი გავაკეთო აი შენ როდესაც ახსენე ასე ვთქვათ წარწერების გამო რომ უნდათ ფაქტობრივად ნორმალიზება მოახდინონ არარსებული ქმედების დანაშაულად კვალიფიცირების ხო წინა საარჩევნო კამპანიის პროცესში მე მაგალითად 2024-ის საპარლამენტო არჩევნებიდან ვარ ჩართული პოლიტიკურ პროცესებში როგორც პოლიტიკოსი ხო ესე იგი
უამრავი შემთხვევა მახსოვს, როცა ჩვენს ოფისებში, კოალიციის ოფისებში, როგორც ახალის, დროას, გირჩის ოფისებთან იყო გაკეთებული საკმაოდ მრავლობითად წარწერები, რომლის მოხსნაც სხვათა შორის რიგ შემთხვევაში საკმაოდ ძვირი დაჯდა და რიგ შემთხვევაში უბრალოდ შეუძლებელია მოხსნა და საერთოდ შესაძლებელია ფანჯრები და ასე შემდგომ, ანუ ზიანის კუთხით რომ განვიხილოთ. გაცილებით მეტია. გარდა ამისა, იყო ფიზიკური თავდასხმები, შუშების ჩალეწვა, იყო 50 კაციანი ტიტუშკების ჯგუფი შემოცვიდა მაგალითად ჩვენთან ახალის ოფისში და იქიდან არც ერთი ადამიანი არ არის დაკავებული მით უმეტეს ისეთი სპეცოპერაციით და იმდენი პოლიციელის წარმომადგენლობით, როგორც მე გიმოყვა ახლა მე მის შემთხვევასთან დაკავშირებით, ხო? და იქ სადაც სისხლის სამართლის ნიკამელია შემთხვევა მინდა გავიხსენო, როცა ის თავად იყო, ანუ რატო ვავლებ ნიკასთან პარალელს, ისიც მერის კანდიდატი იყო წინა თვითმმართველობის არჩევნებთან მიმართებით და მას ერთ-ერთ უბანზე ფიზიკურად დაესხნენ თავს, ის ადამიანი იდენტიფიცირებადი იყო და მისი დაკავება არ მოხდა. ანუ აი შერჩევითი სამართალი მინდა რომ ჩვენმა მაყურებელმა კარგად დაინახოს, რომ რეალურად ადამიანები, რომლებსაც აქციების ფარგლებში, ანუ თავისუფალ მოქალაქეებს, ვინც იბრძვის დღეს საქართველოს მომავლისთვის, ვისაც აკავებენ, იმიტომ კი არ აკავებენ, რომ მათ რაიმე დანაშაული ჩაიდინეს და დანაშაულამდე სანამევალს რაიმე კანონდარღვევა ჩაიდინეს. იმიტომ აკავებენ, რომ ასე სურთ უბრალოდ. და მე წარმოაჩენენ ვითომ იურიდიული ინსტრუმენტებით ფუთავენ რაღაცა კანონებით. მე მაქვს მანდ მოსაზრება, მე მგონია, რომ რეალურად რეჟიმი არის გადასული იმ საფრთხეების აღმოფხვრის სტრატეგიაზე, რასაც მიიჩნევენ საფრთხედ თავიანთი გრძელვადიანი ბატონობისთვის, იმიტომ რომ ცოტა პატარ-პატარა ნაბიჯებით დაიწყეს, მაგალითად ბოლო პერიოდამდე არ ეხებოდნენ ქალბატონებს, ქალებს არ იჭერდნენ დემონსტრაციულად, არც ერთ სისხლის სამართლის საქმე არ არსებობდა. მე ეს ვთქვათ ტრადიცია ლამაზი დაარღვიეს ნარკოტიკების ჩადებით რამდენიმე გოგონაზე, მათ შორის ზინოვკინაზე. იმიტომ რომ შედარებით მარტივი ამბავი იყო, ხა რუსი ახალგაზრდა გოგო, ხო, ნუ მაგისთვის შეიძლება ნარკოტიკების ჩადებაო და მას ჩაუდეს არწემთან ერთად. მერე უკვე ეგ ზღვარი მთლიანად მოიშალა, შენ კარგად იცი პოლიცია როგორ მუშაობს, თუ ერთხელ მოსულა რაღაცის გაკეთება და მით უმეტეს თუ ორჯერ მოსულა, მერე უკვე ამ მექანიზმის წართმევა პოლიციელისთვის და თქმა რომ არა აღარ შეიძლება ჩადება ცუდი, აქ შეუძლებელი ამბავი არის, ეს შეუქცევადი პროცესია, ეგრე ერთხელ ორჯერ სამჯერ გააკეთებს, მე იმას ვეღარ ეტყვის, რომ აღარ გააკეთოს, აღარ გამოიყენოს ეგ მექანიზმი, იმიტომ რომ მე პასუხი არსებობს, რომ აი შე როგორ შენ დამავალიაბა და გავაკეთე და ამიტომ გადასულები არიან რეალურად უკვე თავარია დაიჭირა ადამიანები, ვინც რეჟიმს საფრთხეს უქმნიან, ვინც თვითონ აღიქვამენ, რომ საფრთხეს შემცველია. ესეთი კონკრეტული ადამიანებზე დამიზნებით დაიწყო ეგ ამბები და დაიჭირეს ის ადამიანები, ვიზეც ფიქრობდნენ, რომ შეიძლება რაღაცა წვლილი ქონოდათ აქციების ორგანიზებაში და ვერ იჯერებდნენ და მე პირადად საუბრებს მქონია პოლიციელებთან, მათ შორის სპეცრაზმელებთან და ეგ არ ჯერათ, რომ როგორ შეიძლება აქცია ესე თავისით მოეწყოს და დემონსტრაციაზე ხალხი თავისით მიდიოდეს, ხო? ამიტომ დაიწყეს ეს ორგანიზატორების თავიანთი ჭკვით ორგანიზატორების დაკავება და ეხა გადასულები არიან რეალურად უკვე ნებისმიერი საფრთხის იმ ადამიანების მიმართ შურიზებაზე, ვინც საფრთხეს უქმნის და რომელთა დაკავების შემთხვევაში ფასი ძალიან ძვირი გადასახდელი არ იქნება. კი, აი ხა გამახსენდა მაგალითად ნინო კალანდიას შემთხვევა, რომელმაც გუშინ დაწერა პოსტი Facebook სოციალურ ქსელში, რომ როდესაც ის ნინო დათაშვილის მხარდამჭერი აქციიდან მიდიოდა სახლში, ფიზიკურად დახვდა, ესე იგი ფიზიკურად დახვდა ვიღაცა უცხო ტიტუშკა დიდი ალბათობით, რომელმაც ფიზიკური ძალაც კი გამოიყენა და რა თქმა უნდა არავინ არ არის დაკავებული მაშინ, როდესაც აგერ ადამიანს იყო თუ არ იყო აქციაზე სადავა, მაგრამ ან წარწერა გააკეთა თუ არა, მაგრამ მთელი საქართველოს საპოლიციო ძალები აედევნენ და სადღაც დააკავეს. უფრო მეტიც ორმაგი სტანდარტის სადემონსტრაციო მაგალითები რამდენიც იქნებდნია ოპოზიციური ლიდერები ცემეს პირდაპირ, ხო? ხახაბი ცემეს, ელისაშვილი ცემეს, კაცარავა ცემეს, რამდენი და ანუ სასიკვდილოდ გაიმეტეს ეს ხალხი, რო არა ვთქვათ არაფერი იმაზე. 500-მდე დემონსტრანტია ნაცემი. კი, რო არაფერი არ ვთქვათ იმ ხალხზე დემონსტრანტებზე, ვინცაც ნიღბიანები ცემდნენ, იმიტომ რომ მან ძალიან სასაცილო არგუმენტი ჰქონდა გამოძიებას, რომ ვერ ვაიდენტიფიცირებთო და რა გავაკეთოთ. ვახაც ძალიან დიდი პრობლემაა, იმიტომ სწორედ იმიტომ რომ დაცული იყოს სპეცრაზმელის მხრიდან ძალის გადამეტებისგან მოქალაქე, მათ აქვთ ნომრები, უნდა გქონდეთ ნომრები, რომ ამით იდენტიფიცირება მოხდეს. ასეთი ნომრები არ უკეთიათ და მარტო გამოსაცნობია, რატომ არ უკეთიათ, სწორედ იმიტომ რომ
ის აღვირახსნილობა ქმედებების კუთხით რაც ხდება მათი მხრიდან ვითომ იყოს დაუშველი, თუმცა არც ერთი მათგანი არ დარჩება დაუსჯელი. ამ ქვეყანაში ცვლილებები ძალიან მალე დადგება და იდენტიფიცირება არ გაგვიჭირდება, თვითონ დაგვეხმარებიან საკუთარი თავის იდენტიფიცირებაში. კარგი პრეცედენტი მაგმართულებით, რომელზეც სულ მეფიქრება ხოლმე რა, მე მყავდა ვთქვათ ადამიანები, ვინც დააკავეს და სპეცრაზმელები იყვნენ სხვათა შორის, მათ შორის თანამედროვე სულს შემომუშავე სპეცრაზმელები, ვინც დააკავეს 14 წელზე მეტი ხანი იყო გასული დანაშაულის ჩადენიდან სამსახურებრივ სამხედრო დანაშაულზე მოგეხსენებათ ხანდაზმულში და საკმაოდ დიდი არის და ამიტომ ყველაზე მახსენდება ხოლმე ყველა მსგავს შემთხვევაზე. ოღონდ კიდევ ერთი ამბავი მინდა დავინახოთ ეს ნიღბიანობის ამბავი რომ მაყურებელმა კარგად გაიგოს რამდენად დიდი სისულელია პირველ რიგში ნიღბები ცხადია ეკეთათ ბრძანების საფუძველზე ხო და ნომრები არ ეკეთათ ბრძანების საფუძველზე. მაგრამ თავი რომ დავანებოთ ამას თუ სულ თავის ინიციატივით რო ეკეთოს თქვენ წარმოიდგინეთ ახლა მკვლელობა რო იყოს მომხდარი ქურდობა იყოს მომხდარი რა ვიცი ნებისმიერ ჩვეულებრივი რანგის არაპოლიტიკური დანაშაული იყოს მომხდარი ნამდვილი და უცებ ეს აგამოძიება უწყება თან არაკონკრეტული გამოძიება არადახურულ კარს მიღმა ღიად რო აცხადებდეს აი პროკურორის პოზიცია რო იყოს სახელმწიფოსი რო აი რა ვქნა ძმაო იმ ქურდს ნიღბი ეკეთა და ვერ ვაიდენტიფიცირებ ვერ ვშვები ვერაფერს ხო რამდენად სისულელია როცა ადამიანები მეგი დაიდენტიფიცირებული ყავთ აქციის მონაწილეები რომლებიც საერთოდ სხვაგან იყვნენ იმ კონკრეტულ დღეს როცა ედავებიან დანაშაულის ჩადენას დაიდენტიფიცირებული ყავთ რა თქმა უნდა არ ყავთ ხო ფაქტია რომ პოლიტიკური ნება არ არსებობს უბრალოდ გამოძიებისა და ამას ვერაფერი ვერ შეცვლის გარდა რეჟიმის უარყოფითი მხარე ზუსტად მინდა რომ მოვასწრო ასე ვთქვათ და ისევ მე კი შენ დაგიბრუნდები ნუ გარდა იმისა რომ ემოციურად ალბათ საკმაოდ რთული იქნებოდა შენთვის და გარკვეულ მორალურ დარტყმასაც მიიღებდი აი მოცემულობით რაშიც უეცრად აღმოჩნდი მე მაინტერესებს უშუალოდ შენი უფლებების თვალსაზრისით როგორ გექცეოდნენ იგივე განყოფილებაში შემდგომ უკვე გურიიდან თბილისამდე ჩამოყვანის დროს რაიმე დარღვევას ხوار ქონდა ადგილი რაიმე ასე ვთქვათ სიუხეშეს ან მოკლედ რომ მოგვიყვე რა ხდებოდა შენი დაკავების ებრესოთებული დაკავების წუთიდან ზაჰესის იზოლატორში შეყვანამდე მე ვყოფ ჯგუფად ლანჩხუთის ჯგუფს, გურიის ჯგუფს და თბილისის ჯგუფს. მე ვისთანაც შეხება მქონდა იმ დღეს და რატომ? დამოკიდებულება ამ ორი ჯგუფისგან აშკარად განსხვავდებოდა ჩემთვის ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ რაღაც ძალიან დიდი რიდი ჰქონდათ ამ რეგიონის პოლიციელებს, იმიტომ რომ მაგ რეგიონში ყავს მიახლოებლები, ალბათ რომ გავიკითხო რეალურად რომელიმე ჩემი ახლობლის ახლობელი აღმოჩნდება, დარწმუნებული ვარ ამაში. მაგრამ მაინც იმდენად უნდობლობა მაქვს მათ მიმართ, რომ მგონია ეს მათი მხრიდან ჩემი დამუშავების პროცესი იქნებოდა ალბათ რომ რამე მეთქვა. იმიტომ რომ გესაუბრებიან რაღაც საკითხებზე ძალიან აი მამაშვილურად, დედაშვილურად თუ ქალები არიან ან თუ კაცები და მე უცებ ეკითხებიან გუშინ აქციაზე იყავი ძალიან უცებ სხვა თემიდან ამ თემაზე გადახტომა ხდებოდა რა და ანუ მათი მხრიდან დამოკიდებულებაზე თუ გავამახვილებ უშუალოდ ყურადღებას არანაირ სექსუალურ რელიგიურ შევიწროებას ადგილი არ ქონია, ადგილი ქონდა ცინიკურ დამოკიდებულებას საუბარში, იმიტომ რომ რა ჩანდა მათი მხრიდან, ანუ არ სჯერათ ჩვენი პროტესტის გონიათ ანუ რომ ჩვენ ვართ დაფინანსებულები და არ მოსწონთ ის ფაქტი რომ მათ მიმართ ნდობა არ გვაქვს და რატომ არ მოსწონთ ჩვენ რომ კანონი ანუ რა არგუმენტიც ქონდათ ესეთ სერიოზული თქვენ ისეთი პოზიცია გაქვთ რომ თქვენი აზრით პოლიცია არ უნდა არსებობდესო რადგან არ მოგწონთ ამ კანონებს რომ ვასრულებთო გუშინ და დღეს ხომ არ შექმნილა ეს კანონებიო და იმ ნაწილში აღარ მიდიან რომ რეჟიმს აქ ეს ყველაფერი თავის თავზე მორგებული და ამით ყველაფერს ანადგურებს ამიტომ რაღაც ლოგიკურ ჯაჭვში მათთან მსჯელობას ამ ნაწილში ვერ გააგრძელებ იმიტომ რომ ასე მსჯელობ და უცებ გადახტებიან მეგობრებთან ერთად აქციაზე რას აკეთებ რომ საუბარში უცებ თქვა და გიყოლია ხო მე კურსელებთან ერთად დადიხარ თუ არა მე მეკითხებოდნენ ანუ რაზეც მეცინებოდა კიდეც მეგობრებთან ერთად როცა მიდიხარ აქციაზე აი რას აკეთებთ იქ როცა აი მელიქიშვილზე როცა იყავით ანუ რა კითხვა არის ეს ხო როგორ შეიძლება ეს პროტესტი არ დამიმალავს უთხარი რომ აქციაზე დავდივარ რა თქმა უნდა თქო რა მაგრამ დიდი რაოდენობა რადგან არ დავდივართ ნეტა ჩემი კურსელები დადიოდნენ მაგას რა ჯობია თქო აქ იყო მომენტები როცა დამცინოდნენ ესეც იყო საბოლოო ჯამში თვითონ გურიის პოლიციაში უფრო
ნორმალური დამოკიდებულება იყო? ხო, იმიტომ რომ ის რა არის მათ მუშაობა სად დაასრულეს, როცა უკვე გამომძიებელი მოვიდა და ოქმი შეადგინა და განყოფილებაში გადავედით, მე უკვე აი რომელი ადამიანი ჩაერთო, იცით, ელენე ხოშტარია დააკავა იგივე ჯგუფმა, რომელი ჯგუფთან ერთადაც წამოვედი მე თბილისში. ქერა ქალი ალბათ გემახსოვრებათ და ყურსასმენებით ერთი მამაკაცი. მაგან უბრძანა, რომელიც კოდითაც მე წამოვედი, მაგან უთხრა იმ თბილისის ჯგუფს, რომ თუ მოითხოვა ხელების უკან წინ შეკრა ბორკილებითო არ ანუ უარი უთხარითო რა აი როგორ უთხრა ბოლოს როცა უკვე წამოვედი პირდაპირ მიდიხართ თბილისისკენ და მე უკვე ბორკილები გაკეთებული მქონდა მაგ დროს თან უკანდა და მთელი 9 საათის განმავლობაში სანამ გზავრობდი 9 საათი არა 4 საათ ნახევარი 9-10 საათი მთლიანად მათთან ერთად ვიყავით 11 საათი არ ვიცი იმიტომ რომ გზაში რა ვიცი თითქმის დილით შემოვიდნენ შოთა და მარიამი ჩემთან და მე 4 საათი მეგონა მაგრამ მე რასაც ვაკვირდები უფრო მეტი საათი გავატარეთ გზაში იმიტომ რომ ხო ანუ მე ხუმრობდა ხელბორკილები დადებული ხუმრობითაც ვუთხარი რომ რაღაც თბილისის ჯგუფი ბოროტი შემხვდა თქო რა მაგრამ გზაში ანუ იმდენად არაინტერესებდათ ჩემი მდგომარეობა მათ იმიტომ რომ ერთ ადამიანს პოლიციას რომელიც მათე დევიძის დაკავებაში ფიგურირებს მის დასკვნის პროცესიც კი იყო იქ სასამართლოში როცა რაღაც პროტესტის განცდა გქონდა ხალხს იმდენად გაუხარდა ჩემი შკოდაში ყოფნა თბილისისკენ რომ წავედით რაღაც იმდენად ბედნიერი იყო რომ შემომხედავდა რომ მეთქი რა მიიღე ასეთი ამით რაღაცა მაგრამ არ ვილაპარაკებდი უბრალოდ ამას ვფიქრობდი რა და სიმღერები ჩართო ბოლო ხმაზე ის ჩემს გვერდით ქალი პოლიციელი ვინც იყო ისიც დაღლილი იყო ეთყობა და მეც დაღლილი ვიყავ იმიტომ რომ უკვე არა ვიცი 3 საათზე 4 საათი მათთან ერთად ვიყავით უკვე რა და ტაშფანდურა მორთეს რა მანქანაში ასეთი შემიძლია თქო მაგრამ და ნელა დადიოდნენ ხოლმე მაგრამ თვითონაც რომ დაიღალნენ მე უკვე იმ სიგნალს იყენებენ რაც მათ მანქანებს აქვთ ხოლმე რაციით რომ ესაუბრებიან რომ გაატარონ და მანდ მივხვდი რომ ჩემი მდგომარეობა საერთოდ არ ადარდებდათ იმიტომ რომ როცა უნდათ სწრაფად დადიოდნენ როცა უნდათ ნელა დადიოდნენ და ანუ რა კარგი დამოკიდებულება სადაც შემიძლია აღვნიშნო როცა გააჩერეს ერთ ადგილას ყავა შემომთავაზეს მაგრამ ყავა და ჩაი ანუ არ მინდოდა უბრალოდ ვუთხარი რომ ჩახუთულობა იყო მანქანაში და ხუთულობა და ვუთხარი გარეთ გადავალ რამოდენიმე წუთი თქო რა აუ გარეთო რა რანაირადო რა პრობლემას წარმოადგენდა ეს საერთოდ არ მესმოდა ნუ აშკარად არ უნდათ ბორკილების მოხსნა იმიტომ რომ რაღაც ისეთ ტონითაც უთხრა იმ ბიჭმა ანუ ის მეორე შკოდით მოყვებოდა უკან ჩვენ და რაღაც პერიოდი საერთოდ გზაერია იმ შკოდას ახლა გამახსენდა ეგ დეტალი რომლითაც მე მოვდიოდი წავიდნენ სხვაგან მე მოტრიალდა გზა ნახევრად მოატრიალა იარისერს და მე დავოდექი თბილისის გზას და ბოლოს ჩამოვედით ანუ საერთოდ გადავწყვიტე რომ გზაში მათთან აღარ მესაუბრა და მანდ რადგან არ ვსაუბრობდი ისე იყენებდნენ ამ ტელეფონს რომ ჩათებსაც კი ვკითხულობდი მათსას ერთ მომენტში ძალიან ჩვეულებრივად წავიკითხე და ჩემზე წერდნენ ძალიან ცუდ და უხამ სიტყვებს იყენებდა ქალი პოლიციელი მახსოვს კიდეც ვინც არის და თან მეფერებოდა თმაზე თმის გასწორება რომ მინდოდა მუხლით ვისწორებდით მას და მაგ მომენტში მეხმარებოდა და ეს რომ წავიკითხე ვუთხარი არ მინდა თქო მე მივხედავ ჩემს თავს თქო იმიტომ რომ ანუ ვერ მივიღე ეგ მოცემულობა როგორ შეეძლო ეგრე მოქცეულიყო რა მithum ზუსტად იმიტომ რომ პოლიციელი იყო რომ მე თმაზე ანუ აი იმდენად ხშირად მეფერებოდა თმაზე რომ მაგას მშობელიც კი არ აკეთებს იმიტომ რომ ეგ უკვე არაბუნებრივი არის ზედმეტი არის და მე ჩატში ჩემზე წერს იმიტომ რომ ძალიან ხშირად ყოველ 2 წუთში ვიღაცა ურეკავდა როდის ჩავიდოდით და უთიშავდა და წერდა და ჩემზე დაწერა რა როცა ვიკითხებით რატომ არის დაკავებულიო ყველაფერზე პასუხობს რომ არ ვიცი ამას პასუხობს და პასუხი ვერ მივიღეო რა მართლა ვერ გავიგე რატო ვიყავი დაკავებული იმიტომ რომ დავინახე 3 მუხლი ოქმში ერთი ამიხსნა და გადავწყვიტე რა საკუთარ თავთან გადავწყვიტე რომ მეთქი სანამ ადვოკატებს არ დაველაპარაკები ამათან კომუნიკაცია აღარ მექნება თქო რა და ეგ თბილისის ჯგუფი იყო საგრძნობლად ცინიკური რა ეგ იყო ხო ცდილობდათ რომ კარგი დამოკიდებულება ქონოდათ მაგრამ ეტყობოდათ აი მაგათად ჩემმა ერთ-ერთმა ადვოკატმა მანამდე მესაუბრო როგორი დამუშავების პროცესი შეიძლება ქონდეთ კარგი პოლიციელისა ცუდი პოლიციელის თამაშობდნენ როლს ხო და სანამ სხვათა შორის ლანჩხუთის განყოფილებიდან გამომიყვანდნენ ძალიან მსხვილი ხელი რომ არ მაქვს როგორ მოეჭირათ ბორკილი ვერ მიხვდნენ რა და რაღაც იმ პირველ გაკეთებაზე დიდად მომიჭირა
და ცოტა ხმამაღლა ვთქვი რომ მიჭერს ნორმალურად გამიკეთეთ თქო რა და ერთმა თბილისის პოლიციელმა მითხრა როგორ გველაპარაკებიო და ან მაინც არ გავანებე თავი რა მაინც გავაგრძელე ისე საუბრობ რომ ბორკილი მიჭერს და ნორმალურად გამიკეთეთ თქო რა და მე რომ გამიკეთა მე ჩამოვარდა ეს ბორკილი რაღაცა ანუ ბორკილები ნორმალურად ვერ გამიკეთეს და ბოლოს ნუ კაი იყოს როგორც არის მეთქი რა იმიტომ რომ ჩამოსვლა მინდოდა მოჭერილივით მოდიოდი ხომ ანუ არ მიჭერდა ბოლოს ისე გამიკეთეს ნორმალურად მეკეთა მაგრამ ინერციით გინდა არ გინდა წელი და ხელები ეხებოდა ერთმანეთს და ერთხელ ვუთხარი მხოლოდ რომ ანუ მაინც ვცადოთ თქო გადმოტანა მაგრამ ანუ ნაბძანები იყო რა და რამოდენიმე საათი დაგჭირდა. ბოლოს შოთა და მარიამი ვნახე იზოლატორში და თავი ადამიანად ვიგრძენი. შოთა, მაინც სამართლებრივ ნაწილს რო დაუბრუნდეთ, რამდენად იყო საფუძველი საერთოდ აღკვეთი ღონისძიების გამოყენების და ხომ არ ქონიათ საქმის წარმოების შეწყვეტის შუამდგომლობა? ხო, ბოდიში მე სხვათა შორის არ ვიცოდი წინ გაკეთება რომ შეიძლება ბორკილებისგან და შოთასგან გავიგე რომ წინათ შეეძლოთ გაეკეთებინათ. იმაშინ ესეც რადგან არის ის ალბათ ბევრმაც არის ის პრინციპში ესეც რო გამარტოთ. კი ბატონო, ბორკილები არის სპეციალური საშუალებები, რომელიც გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა დაკავებულმა პირმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას სხვას ან საკუთარ თავს და მისი ამ სხვების შემთხვევაში არის აუცილებელი. ამ სპეციალური საშუალების გამოყენებას აქვს თავის წინაპირობები, მიზნები, რომელთა გაქრობის და დაუყოვნებლობის შემთხვევაში ბუნებრივია ის არ უნდა იქნეს გამოყენებული. სამწუხაროდ ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტრო ბორკილებს იყენებს როგორც დასჯის მეთოდს იმ დაკავებულის მიმართ, რომელიც მათ არ მოწონთ, ან აგრესიულები არიან, ან პოლიტიკური შეხვედრების გამო მე თვითონაც პირადად გამომიცდია ხელების ზურგს უკან შეკვრის ამბავი, როცა ცხადი არავით არის სამართლებრივი და კანონიერი მიზეზი ამის არ არსებობს, მაგრამ იმისთვის რომ უბრალოდ გაწვალდე, ტკივილი განიცადო, მიიღო დაზიანება, რომელსაც არავითარი რეაგირება არ მოჰყვება, თქო, იცით ახლა პოლიციელმა დაგარტყას ხელი და რაღაცა ხელი მოგტეხოს, ამას რაღაც ტიპის რეაგირება მოყვება, შეიძლება სამსახური იყოს, ხოლო ბორკილები, რომელსაც დაგადებს ზურგს უკან არის ლეგალური საშუალება, რომ გეტკინოს შენ თანაც ისე რომ პოლიციელს პასუხისმგებლობა არ დაეკისროს. ნუ ჩვენ ქვეყანაში თორემ ნორმალურ ქვეყანაში ბუნებრივია ესეც განჯის საგანი იქნება, უბრალოდ იქ სადაც წეხრებს ურტყამენ ზოგ შემთხვევაში და ხშირ შემთხვევაში დაკავებულებს, აქციაზე დაკავებულებს, ვინ გამოიკიდება, რომელი მოსამართლე, ან თუნდაც რომელი ადვოკატი იმას რომ აი ბორკილები რატო დაადეთ, ხო, ეს არის მოლოდინი და ეს არის მიზეზი, რის გამოც პოლიციელები ბორკილებს ესე იყენებენ ხოლმე, გეგონება რაღაცა ჯიბიდან სახეჭ რეზინი ამოიღეს და ვიღაცას მიაწოდეს. ამიტომ ბუნებრივად ცხადია უკანონოა, უფლებამოსილების გადამეტების კლასიკური შემთხვევა არის და ზოგიერთ შემთხვევაში მათ შორის მეგის დაზიანებები ქონდა ხელზე ამის გამო შეიძლება სათანადო არასათანადო მოპყრობასაც გაუტოლდეს, ხო, მიუხედავად იმისა, რომ მან თავადაც აღნიშნა და მეც ხშირად ვიმეორებ ხოლმე იმას, რომ მას გზაში მის მიმართ ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ქონია. თუმცა ხშირად მადანაშაულები ხოლმე მარტო ცუცს ამბობოდა, მარტო შენიშნებს იძლევი, რაც უცნაურ შენიშნა თავის ხასიათით, აბა ეხლა ქებას გეკაგელაძე, ადვოკატი იმისთვის არის, რომ მოახდინოს დარღვევებზე რეაგირება. პრობლემას უნდა ველაპარაკოთ არა კარგის, მაგრამ აი მეგის შემთხვევაში მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მეუყურებია დაკავების დროს და სამწუხაროდ ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობ, სადაც ამის დაფასება გვიწევს, რომ აი მადლობა, რომ გოგონა არც ემეს ამ ცრუ პოლიციელებმა გზაში, როცა ამის საშუალება ჰქონდეთ. და მეორე ნაწილი ასახებოდა კითხვის მარიკა. ხო, აკვეთი ღონისძიებას რაც შეეხება აკვეთი ღონისძიების თქვათ გამოყენების საშუალება რომ არ არსებობს ეს სასამართლოც კარგად იცოდა, სწორედ ამიტომ გამოიყენა კიდევ, იმიტომ რომ მოგეხსენებათ აკვეთი ღონისძიების მიზნები არის ის რომ თავიდან იქნეს აცილებული დამნაშავის ან ბრალდებულის მიმალვა, გამოძიებისთვის ხელის შეშლა, ახალი დანაშაულის ჩადენა და ასე შემდეგ, ხო? მოცემულ შემთხვევაში გაუგებარია საერთოდ რას ელოდებოდნენ მეგისგან, იმიტომ რომ სასამართლო პროცესზე ესე გამოაცხადა მხარემ, რომ ესეთი კონტექსტი იყო, მოკლედ შეიძლება სიტყვას თქვით არ უთქვამს, მაგრამ ესეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ აი მეგი გარბოდა და დაიჭირეს, ამიტომ ჩატარდა სპეცოპერაცია, რაც არის ანუ წმინდა წყლის სისულელე, ხო, აი სულელი, ამით ეგ მოიფიქრე, იმიტომ რომ მეგი მიდიოდა თავის სახლში, სადაც დადის ხოლმე თავისუფალ დროს, იყო შაბათ-კვირა ახლოვდებოდა, პარასკევი იყო, მომდევნო დღე ან პარასკევი დღეს მოხდა და მიდიოდა შაბათ-კვირის თავგადასავლ მშობლებთან და ძმასთან გასატარებლად, ხო, როგორც აღნიშნა, სკოლაში უნდა წასულიყო ძმა, ეგ დეტალი მეც კი არ მახსოვდა. და ამის განხილვა ხალხს იმალებოდა, სადიმალებოდა საკუთარ სახლში უნდა დამალულიყო ბათუმში, ეს ხო სისულელი არის ეს ერთი. ხომ ეგრე უწერიათ ბოდიში რომ ლანჩხუთს რომ რაღაც სოფელში მივიმალე.
არა თვითონ გამაჩერეს კი, ეგრე უწერიათ ხო პატაკს რო კითხულობდა თქვა დოკუმენტებში რო კითხულობდა. მიმალული გიპოვა ეს ესე შარშ პატაკი. ეგრე არ უწერიათ რომ იმალა, მაგრამ ესე კონსპირაციულად უწერიათ რომ დაკავებული იქნა ლანჩხუთის რაიონის რომელიღაცა სოფელი არის, აი დაუსახლებელ ადგილზე, გეგონება რომ მეგი გაბრაგად იყო გავარდნილი თოფი ქონდა. მარშრუტიდან ჩამოსვეს ბავშვი და მე თქვეს რომ აი დავიჭირეთ უკაცრიელ ადგილზეო ეს მარშრუტკის მძღოლების მთელი ცირკი. ფიგურირებს საქმეში მარშრუტკის მძღოლი. არ მახსენდება სიმართლე გითხრა ბოლოს გადმოცემული მასალები მე არც გავცნობილ ვარ კარგად, თუმცა ჩვენ ვაპირებთ რომ ვიპოვოთ თუ არ ფიგურირებს მაინც და ნახოთ როგორ წავა, იმიტომ რომ იქ ბევრი საცირკო წარმოდგენა დაიდგა როგორც ჩანს მანქანის გაფუჭებიდან დაწყებული ახალი მიკროავტობუსის კი, რა თქმა უნდა ეგრე იყო ხო ეს ხუჯერ გაჩერებები და კი, ნამდვილად ეგრე არის და თქვენ წარმოგიდგენთ ახლა ეს ღონისძიება ხო მარტო დაკავებას არ ემსახურებოდა სინამდვილეში მეგის დაკავებას ამ თბილისში რა უნდა და ამ ბათუმში ხო რაღაცა რა უნდა იქნა ეს ჩაატარეს მიკროავტობუსის ავტომობილების თვალწინ, ანუ ამას სხვა მიზანი არ შეიძლება კონდეს გარდა შეშის დათესვისა, ხო, რომ ამ მიკროავტობუსში ვინ ძის იმანაც ნახოს და მე ხმები გაავრცელოს, როგორი სასტიკი და ძლიერია ქართული პოლიცია, რომელიც აი ესე 20-იან წლებში მყოფ გოგონას ზუსტი ასე ვთქვა, იმაშვება, რა ქვია, იჭერს აი ესე მაგრად ყოჩაღად შუა გზაში. კარგი, ბოლო კითხვა იქნება, ჩემი პარალელი მინდა გავალთ ელენესთან, ელენე ხოშტარიასთან, მის საქმესთან დაკავშირებით, სამართლებრივი ნაწილზე გკითხავ შენ და მე შენ ასევე ელენესთან დაკავშირებით რაღაც კომენტარი მინდა რომ გააკეთო თუ გექნება სული. ელენეს საქმე ნუ ბუნებრივი არის რომ გამოწვეული არის და ხოცოთ ამ დანაშაულის ინსპირაცია ჭყალებში დანაშაულის ქართული ოცნებისთვის გახდა ცხადია ის რომ საქართველოს სამწუხაროდ არ ვიცი ფლომასტერის გამოყენება გახდა დანაშაული და სესხლის სამართლებრივად დასჯადი ამიტომ ელენემ ნუ დემონსტრაციულად გააკეთა ის რომ საკუთარი გამოხატვის თავისუფლება არ დაუქვემდებარა იმ ახალ ცენზურას რომლის შემოღებასაც ქართული ოცნება ცდილობს და მე იმედი მაქვს რომ ესე გაგრძელდება ბევრი ადამიანთან მიმართ იმიტომ რომ დღეს თუ მეგი დაიჭირეს მარკერით რაღაცის დახატვისთვის თან ისე რომ დააბრალეს და ზუსტად არ იციან ვინ გააკეთა და დღეს თუ ელენე დაიჭირეს ხვალ ბუნებრივია რომ ჩვენც იგივე პრობლემა შეგვექმნება ხო თქვენ შენ წარმოიდგინე რომ შეიძლება მათ შორის ქვეყანაში სადაც მე ათობით საქმე მქონია სადაც ადამიანები პასუხისგებაში იყვნენ მიცემულები მაგალითად იერსახის დამახინჯებისთვის უნებართოდ რატო გააკარით სამშენებლო ღობეზე ბანერებიო რა პლაკატებიო საპროტესტო პლაკატებიო და ადმინისტრაციულ პასუხისგებაში იყო ოღონდ ამ დროს უნდა წარმოვიდგინოთ რომ კალაძის ბანერების გაკვრას ნებართვა არა აქვს ამ ოფისში ანუ ის უნებართოდ არის თვითონ გაკრული ამიტომ უნებართოდ გაკრული კი ეს კაი მნიშვნელოვანი დეტალი გაიხსენე ახლა რომ უშუალოდ ის ბანერი რომელზეც ფლომასტერის წარწერას ედავებიან მეგის და ედავებიან ელენეს უნებართოდ არის დასაჯარიმებელია ამ მიმართულებით კალაძე. თუმცა bottom line და მთავარი ამბავი არის რა და მე უკმარისობის განცდა მაქვს ხოლმე ხშირად როცა ვარ აი პოდკასტებში გადაცემებში ჟურნალისტებთან ვსაუბრობთ რომ ყველას საინტერესებს ხოლმე იურიდიული ამბავი. მე განცდა მაქვს რომ იურიდიული ნაწილი და ეს მთელი კაზუისტიკა და სამართლებრივი არგუმენტაცია რეალურად არის გაცილებით რომ ნაკლები მნიშვნელობის მქონე ვიდრე ჩვენ მგონია და ვიდრე ფართო საზოგადოებას გონია იმიტომ რომ სინამდვილეში მინიმალური შეზღუდული ეფექტი აქვს ხოლმე სამართლებრივ სტრატეგიასაც და საბუთებასაც საერთოდ პოზიციის ქონა არ ქონასაც იმიტომ რომ საბოლოო ჯამში როგორც ამობენ ჩვენ არ გვაქვს მანდ არაფერი სათქმელი we don't have a say ჩვენ გავლენის მოხდენა ამ პროცესზე არ შეგვიძლია სამწუხაროდ იშვიათ გამოკვლევის გარდა ეს არის სამართლებრივი პროცესი ეს არის სამართლებრივი პროცესი აი ჩვენ შეგვიძლია ხა წარმოვიდგინოთ რომ აი ცით როგორი სიტუაცია არის ცხადია ჰიპერბოლიზებული შედარება არის მაგრამ აი დაახლოებით იგივე პოზიციაში ვართ რა პოზიციაში იყვნენ დაკავებული და გაზის კამერაში გასაგუდად გამზადებული ებრაელების ადვოკატები ხო რომლებიც დავდიოდნენ ალბათ პროცესებზე რაღაც სიტყვებს ამბობდნენ და არგუმენტაცია ჰქონდა და დოკუმენტებს ამზადებდნენ მაგრამ ყველამ კარგად იცის როგორ დამთავრდება ეგ ისტორია ხო არა მოუწოდოთ გაზის კამერით მაგრამ ისე როგორც ფაშისტი გადაწყვეტს ხო ფაშისტური რაღაცა რეჟიმი და ჩვენ შემთხვევაში დაახლოებით იგივე სიტუაციაში ვართ ცხადია შედეგები განსხვავდება ჯერჯერობით მაგრამ მე არ გამოვიცხავ რომ ერთი მხრივ სასჯელის გამკაცებას დაიწყოს იმიტომ რომ ახლაც დიდი შუალედი აქვს ჯარიმით იწყება და 5 წლამდე ადის ხა მაგალითად აღკვეთ ხონიზების მიმართულებითაც შეგვიძლია იგივე თქვა ხო მე გიგირაუთ გამოუშვეს გარეთ და ელენე ციხეშია რატო დანაშაულის ქმედების შემოდგომა რასაც დაობენ აბსოლუტურად იგივეა უფრო მეტიც ის ფაქტი რასაც მეგის ედავებიან
უფრო მძიმე შემადგენლობაა, იმიტომ რომ იქ რაღაცა პულვერიზატორი ქიმიური შემადგენლობით იყო და ეს ფლომასტერით არ დახაზული ლინდა შემთხვევაში საერთოდ, ხო, აი მარკერით წარმოვიდგინეთ, ახლა ბავშვმა რო გააკეთოს ეგ პატარა ბავშვმა და რო დაიჭერენ 13-15 წლის ბავშვს, რო აი მარკერით რაღაცები ქონება დააზიანოს სხვისი, ხო? 16 წლის რა მნიშვნელობა აქვს, მოკლედ დასაქვს რა ნებისმიერ შემთხვევაში. 14 წლამდე ვერ დაიჭერენ. ამიტომ ხო, არა, ეგ არის, ხო? მაგრამ მანდ სხვა ამბავი არის, მან შეიძლება შენ გითხრა, რომ ეს ამსრულებელია ბავშვი, მაგრამ შენ ხარ რეალურად მაგისნებად რა თქმა უნდა, მაგისნებად თუ მიცდა. წამქეზებელი ორგანიზატორი რა მნიშვნელობა აქვს რა, ამუშავე შენ ხარ ის არის ამსრულებელი უბრალოდ. და ამას ეს ერთ-ერთი შედეგი აქვს რა, მე მინდა ხოლმე რომ მაქსიმალურად ნაკლები მოლოდინები გქონდეს იურიდიული სამართლო წარმოების მიმართ, იმიტომ რომ ეგ რაღაცა სუბლიმაციის გზაც არის ერთის მხრივ, რომ აი სასამართლო გამართება და ვნახოთ რა მოხდება და აი პროკურატურა და ის ადვოკატი იქ იკამათებენ, იჩხუბებენ, რაღაც არგუმენტაციას იტყვიან და მე მოსამართლე გადაწყვეტავს და რაღაცა წმენა ან მოლოდინი არსებობს ხოლმე, რომ აი სასამართლო ამას გადაწყვეტს. და სინამდვილეში სასამართლო გადაწყვეტს ამას და პირობითი გალუსტაშვილი თუ რა ვიცი რა მნიშვნელობა აქვს რომელიმე სახელდაგვარს თუ გადაწყვეტს პირდაპირ მდინარაძე და მაჭავარიანი და სხვა ეს რაღაცა ორანგუტანგები ვინც ყავთ ხოლმე იქ თავიანთ ოფისში. არაერთი მნიშვნელობა არ აქვს შინაარს ერთ და იგივე იქნება ამ გადაწყვეტილების ვინ მოაწერს ხელს ლეგიტიმაციას არაერთი მნიშვნელობა არ აქვს, თავია პოლიტიკური ტოპ რაღაც ათეული ქართული ოცნებისა რაც გადაწყვეტს და ტოპ-ათეული ქართული ოცნებისა სამწუხაროდ არც შავჭრუტლობით არ გამოირჩევა და არც ინტელექტის მაინც მაღალი კოეფიციენტით, ამიტომ მათი გადაწყვეტილებისთვის ნდობა როგორ შეიძლება აი ქართულ ოცნებამ რო თქვას რომ დავიჭეროთ კონკრეტული ადამიანი მე დარწმუნებული ვარ რომ ეს შესაძლებელი საფუძველი არის ის რომ არ აქვს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, ანუ სასამართლო, რომელიც რეალურად იქნებოდა იმის გარანტი, რომ მსგავსი ტიპის დარღვევები არ ყოფილიყო და ისეთი აბსურდი, გინდა ადმინისტრაციული და გინდა სისხლის სამართლებრივი წესით, რასაც დღეს ქართული ოცნების რეჟიმი ახორციელებს, არ მომხდარიყო. ამიტომ არის მნიშვნელოვანი სასამართლო და მე ბოლოს, იმიტომ რომ აგვეწურება უკვე დრო. ისმის ეგ ჩვენი ცნობილი პრობლემაა. შემაჯამებლად თქვი და მე გადავალ მეგის მე მხოლოდ იმის თქვა მინდა რომ აი ქართულ ოცნებას რაღაცა ეტაპზე ქონდა დრო, ისე ვთქვათ, უკან მოტრიალების ხო რაღაცების დარევერსების, რომ რაღაცა კანონები გაიქმნებიათ, პოლიცია მოეთოკათ და ეთქვათ რომ თქვენ უფლებამოსილები ეს არის და ამას ნუ გაცდებით, გედედი მოეთოკათ, თავისი მონები მოეთოკათ, ყველგან სასამართლოში იქნებოდა ეს შინაგან საქმეთა სამინისტროში თუ პროკურატურაში და ეთქვათ რომ რაღაცა წითელი ხაზები მეგობრებო არ გადავკვეთოთ და ეს იქნებოდა შემთხვევა, როცა სამართლიანი სასამართლო იქნებოდა პრობლემა და არა რეჟიმი, რომ ვიტყოდით რომ აი სასამართლოს ჭირდება სიღრმისეული რეფორმა, ხო და გასაკეთებელია რეფორმა, შეიძლება დაგვეთანხმებოდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები, შეიძლება არ დაგვეთანხმებოდნენ, მაგრამ ეს იქნება პრობლემა. ეხლა ჩვენ ისეთ ეტაპზე ვიმყოფებით უკვე რომ სასამართლოს რეფორმირება გარდა იმის რომ შეუძლებელია, მექანიზმები არ არსებობს ამისი, მათ შორის უკვე არც ქართული ოცნების ხელში მე მგონი. იმიტომ რომ ისინი ძალიან დიდ ვალში არიან და მოსამართლეები საქმეებზე ვაჭრობენ კონკრეტულად ისე კი არა რომ ხელფასს იღებენ და პრემიას მეტი არაფერი. კონკრეტულ საქმეებზე გამოვაჭრების პრეცედენტები არსებობს. ამიტომ აი ცალკე რომელიმე სტრუქტურის რეფორმირების რესურსი მე მგონი რომ ქვეყანაში არ არსებობს, სულ რომ მოინდომოს ქართულმა ოცნებამ ამის გაკეთება. შეუძლებელი ეგ წითელი ზღვარი გადალახულაკ ეგ შეეგზლოთ 3 წლის წინ გაიკეთებიათ, 5 წლის წინ გაიკეთებიათ. ეხლა მაგისთვის ძალიან გვიანია. ისევე როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერ უშველის ვერავითარი რეფორმა, თუ კი რეჟიმი დარჩება, თუ კი მართველი ელიტა დარჩება იგივე. ამიტომ ერთადერთი ხადია პირველი მიზეზი პირველად ეგ არის, რომ ჩვენ რომ ნორმალური მართლმსაჯულება გქონდეს, უფრო მეტსაც გეტყვით, ჩვენ რო გქონდეს საშუალება, რომ რა ვიცი, აი მეგიმ და პროკურორმა რომ არჩიონ ნებისმიერი ურთიერთშეთანხმების ნიადაგზე არბიტრი, როგორც კერძო არბიტრაჟი ხდება და იმას განახილინონ ეს საქმე, მე დარწმუნებული ვარ პროკურორები შერწყმელები წავლენ იმ პროცესიდან, ხო? ეს არ მოხდება, ანუ ჩვენ მოსამართლე ვერ გვეყოლება, ქართული ოცნება დათუნდა ლაპარაკი, რომ სასამართლოს რეფორმირებას არ გააკეთებს, იმიტომ რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი კედედისთან ერთად სასამართლოა, მე იმას ვასახელებ ხოლმე შინაგან საქმეთა სამინისტრო, სასამართლო და განათლების სამინისტრო, სადაც ასევე საშინალებები ხდება, ხო? ამიტომ ჩვენ უნდა კონცენტრირდეთ ცოტა უფრო დიდ გლობალურ მიზანზე, რომ რეფორმირებისთვის რაც არის საჭირო, ყველაფერი უნდა გაკეთდეს და სამწუხაროდ რეფორმირების მთავარი წინაპირობა არის რეჟიმის შესვლა, ხელისუფლების ცვლილება, იმიტომ რომ ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს ის ადამიანები და იმ ადამიანთა ის ჯგუფი, რომელიც არ შეეწინააღმდეგება აქტიურად საქართველოს დემოკრატიულ და კანონისუზენაესობის ქვეყნად ჩამოყალიბების პროცესს და ვისთვისაც არ იქნება მთავარი ინტერესი საკუთარი ძალაუფლების ძალით შენარჩუნება განუსაზღვრელი ვადით. სხვა ნებისმიერი სწრაფვა, უფრო მეტსაც გეტყვით, მე მოვიდი, მაგრამ ქართულმა ოცნებამ და ერთხელ და ორჯერ არ გაუკეთებიათ ეგ სატყუარები გადმოუგდიათ, ხო, ჩვენთვის ეგ რუსული კანონის გახმობა იყო. ანუ
ნამდვილად სწორია, მნიშვნელოვანია ცვლილება, დაჯერდეს. სწორედ იმიტომ, რომ რეფორმები ჩატარდეს და ეს რეფორმები აუცილებლად ჩატარდება და მე კი პატარა, ასე ვთქვათ, შემაჯამებელი კომენტარი რო გააკეთო, მათ შორის ელენესთან დაკავშირებით. მე ელენეს უპირობ მხარდაჭერას ვუცხადებ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ნამდვილად არ ველოდებოდი ასე დემონსტრაციულად თუ გააკეთებდა ამ ყველაფერს და ვიცი რომ ძალიან მხრიდან, იმიტომ რომ როცა ეგ კადრები ვნახე, ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს და ანუ არ აინტერესებდა, იმიტომ რომ აი რასაც თქვენ საუბრობდით, ანუ არ შეერა და არ ენდობა მართლმსაჯულებას და მესმის უკვე რატომაც არის ბოიკოტში. ამიტომ დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ ეგ სხვა პოლიტპატიმრებიც მალე იქნებიან გარეთ, იმიტომ რომ ჩემი მთავარი მიზანი ახლა რუსთაველზე ყოფნის და პროტესტის პირველი ერთ-ერთი ეგ არის, რომ ეს ადამიანები გარეთ ვნახო, რაც შეიძლება მალე. და ეს შესაძლებელი იქნება ცვლილების მერე. მადლობა მეგი სტუმრობისთვის, შოთა სტუმრობისთვის. იმედი მაქვს, რომ ეს ცვლილებები მალე დადგება და შენი აბსურდული საქმე სისხლის სამართლებრივი წესით აღარ პოვებს იმ გაგრძელებას, რაც ქართული ოცნებას აქვს ჩაფიქრებული ასე უსამართლოდ და უსაფუძვლოდ. ჩვენ დაგემშვიდობებით მომავალ პარასკევამდე. ყოველ პარასკევს 4 საათზე უყურებთ მარიკა არევაძის საავტორო გადაცემას. უსამართლო სასამართლო. Get yours, float up to the stars. Planets is a spot about 6 blocks east of Mars. Air so kicks and crush velvet hats. Hanging